დღემშვიდობისა გამარჯობათ, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ქართველებო ემიგრაციაში საქართველოში ყველგან, სადაც კი ფეხს დადგათ უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ყოველი ქართველი. ეხლა რაც შეეხება ესე იგი, რაც ამ ბოლოს განვითარდა ჩვენ სამშობლოში. მე ვეკითხები ყოველ ქართველს, ქალს, კაცს, ბავშვს, ახალგაზრდას, რომ არის თუ არა ჩვენი გამთლიანების დრო, არის თუ არა ჩვენი ჩახუტების დრო, ჩვენი იმ მამაპაპის ტრადიციების მიყოლის დრო და იმ ფესვების მიყოლის დრო, როდესაც ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს ამდენი საუკუნეები და მოგვიტანეს ჩვენი საქართველო, რომელიც საქართველოს დღეს ჩვენ გვაქვს. ყოველ შემთხვევაში გაბრწყინებული, დანგრეული, აშენებული, როგორი საქართველოს დღეს ჩვენ გვაქვს, ისეთი უნდა გვიყვარდეს და ისეთი გვიყვარს თითოეულ ქართველს გულში. ეხლა რაც შეეხება ამ ბოლო ხანებს რო გადავხედოთ. გუშინდელი საქციელი და ვითარება რა იყო მტრისა, რომ ჩვენ ქართველები ესე იგი მტერს ყველანაირად განადგურებული გონი ვარ და როგორც უნდა საქართველოში მოიქცევიან, ასაც უნდა გააკეთებენ და იქ პასუხისგამცემი არავინ იქნება, მაგრამ მე მერაბ დვალიშვილს აი გუშინდელი საქციელის გამო გენაცვალე მერაბ მარჯვენაში. გენაცვალე მარჯვენაში რომ აგზნობინე რომ აქ ისე საქართველოა და აქ დგანან ქართველები. ეს ერთი. მეორე ეხლა რაც ამ ბოლო ხანებში მოხდა, ესე იგი ძალიან ბრძოლა მიდის კწანისის ტყეპარკზე რომ უნდა გაიჭეხოს განადგურდეს, რომ აშენდეს არაბული სოფლები და არაბული სკოლები, სასწავლებლები, რაც იქნება მთლიანი საქართველოს დაცემა და მთლიანი საქართველოს განადგურება და იგივე უნდა მოხდეს აჭარაში, გონიოში. რაც იქნება სრულიად საქართველოს განადგურება. მე ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიძახი, ხალხო, ჩვენ შეგნების დონეზე ვისაუბროთ. უბრალოდ ძალიან პატარა მოკლე ხანს 5 ანაწილითაც გადავხედოთ. ესენი არიან ის ხალხი, რომელსაც 4 და 3 და 4 ცოლი მოყავს და მათგან მინიმუმ ყავთ 10-15 შვილი. ქართველს რადგან ძალიან უჭირს და ეხლა ამ წუთში ქართველი, ეთნიკურად ქართველი, რო ავიღოთ სტატისტიკა იმყოფება საქართველოში 1.350.000, 1.400.000 კაცი და თუ ავიღებთ რომ იქიდან 864.000 ხალხი არის პენსიონერი. საქართველოში ეხლა ჩვენ ვინც აყავთ დატოვილი, ესენი არიან მხოლოდ მოხუცი ხალხი. დიდი ნაწილი 864.000 და ეს ადამიანები მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ამ ადამიანებს ყველანაირად ჩვენიდან სჭირდებათ მიხმარება, გვერდში დგომა, რომ მტერმა არ დაჩაგროს, მტერმა არ დაიტანოს და მტერი არ მოძლიერდეს და რო ჩავალთ იქ ჩვენ დაკვდეს ჩვენი სამშობლო, ჩვენი მიწა-წყალი და არა არაბეთი. იმიტომ რომ მინიმუმ ესენი გამრავლდებიან 5 წელიწადში იქნებიან, თქვა შემოვიდნენ 20.000, 5 წელიწადში იქნებიან 150-200-300.000. იმიტომ რომ თუჩდება 15 შვილი, 10 და ზევით. 4 ცოლიდან მინიმუმ აჩენენ 2 და 3 შვილს. ყველაზე ცოტას გეუნებით და ქართველს იმდენად უჭირს და ისე არის გაჭირებული საკუთარ მიწაზე, რომ ქართველი ვერ აჩენს შვილს და ვერ ინახავს. განა არ უნდა, რომელ დედას არ უყვარს შვილი და რომელ მამას არ უნდა, მაგრამ შესაძლებლობიდან გამომდინარე არ აგვაქვს ჩვენ ან ქართველებს ამის საშუალება. ეს კიდე სხვა თემაა, რატო არ აგვაქვს და რა გვიშლის ამაში ხელს. ეხლა რაც შეეხება ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. ასე დაღესტნელები და რო იტყვიან ის ხალხი, ვინ ჩვენ გარშემო ვითომ ზოგი მეგობრად თulis, ასე ჩვენ სამშობლოში ჩვენ დამცირება შეეცადნენ. ეკლესიის კედელზე რუსებმა მიგვიფსეს. არაბები კწანისის პატარა კახის ნასისხლარს ყიდულობენ. როგორც კწანიში, ისე გონიოში. 35,000-ზე მეტი, 35,000-ზე მე არ ვკითხულობ ეს. ნაციონალების დრო შემოვიდა, კოცების დრო შემოვიდა, 35,000-ზე მეტი თურქი არის დარეგისტრირებული, ოფიციალურად ჩაწერილი მოქალაქეობას ელოდება. ოფიციალურად ბინადრობა რო აქვს 35,000-ზე მეტი თურქი. ეს არის უკვე კატასტროფა, საშინელი მაჩვენებელი არის. აღარ შეიძლება რომ ჩვენ იმას დაველოდოთ, რომ ხვალდაზე გრა იქნება. მე უბრალოდ ეხლა იმ ხალხსაც ვეუბნები, ვინც ამ თავრობას უჭერთ თუნდაც მხარს. მე არც ერთ თავრობას არ უჭერთ მხარს არასოდეს. პირდაპირ ვიძახი, მაგრამ ვინც ამ თავრობას უჭერთ. ეკლესიის კედელზე რომ მიგვიფსეს, დაღესტნელები რომ ამ დღეში არიან. რუსთავის მიწები რომ ურჯულოებზე უნდა გაყინონ და არაბული სოფლები აშენდეს და კწანისის ტყეპარკი უნდა მოიჭრას მამაპაპის ნასისხლარი და პატარა კახის ნასისხლარი და იმ დიდი მეფის ნასისხლარი, რომელი მეფესაც ჩვენ ისტორიაში ძალიან დიდი ადგილი უკავია. აი ამ ყველაფერზე რომელი პარტიის მომხრეც გინა იყავი, რატო არ იღებ ხმას? ხო ხედავ რომ ეს ბინდური პოლიტიკა რომ ქართველს ზულდეს ქართველი და ქართველს არ უყვარდეს ქართველი, შემოგდებული არის მხოლოდ და მხოლოდ მტრებიდან. მტრები ცდილობენ რომ ქართველს რამენაირად შეაძულონ და შეაზიწყონ ქართველი. დაყავი და იბატონე მიდის ხალხო. ყველას უნდა რომ ქართველს ზულდეს ქართველი, რომ ჩვენ ერთი პირი არ გქონდეს ქართველებს და ერთმანეთის სიყვარული არ გქონდეს. და ჩვენ მაგით რომ ქართველს ქართველი რომ ქართველს აგინებს, ქართველი რომ ქართველს აფურთხებს, ქართველი რომ ქართველს წეულის, ქართველი რომ ქართველის მტერია, ეს გარშემო ყველა მტერს უხარებს გულს.
და ყველაზე მეტად გულს დგენს უფალს იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ უფლის მორწმუნეები ვართ. ნათლი მირონები ვართ, მეჯვარეები ვართ. და ის რწმენის ხალხი ვართ, რომელიც რწმენის ხალხით დაყვეს. ეკლესიიდან გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში დააყენეს და ერთმანეთს აჭმევინებენ და ერთმანეთს ახოციენებენ. ამიტომ ჩვენ ყველანაირად ყველა ძალები უნდა ვიღონოთ. მე თუ არ ამძულს ადამიანი, მე უბრალოდ ერთი ადამიანი ვარ და შემიძლია ღმერთის წინაშე დავიფიცო რომ ადამიანი არ ამძულს და მით უმეტეს ჩემი სამშობლოს შვილი, რომელიც სამშობლოსაც ჩვენი წინაპრები ერთად იბრძოდნენ რომ ეს სამშობლო რამენაირად სისხლის, ზვლის, სიცოცხლის ფასად ჭოროხზე რო სჭირდნენ ქართველებს თავს იძახდნენ რომ ნეტა ჩემს უკან დგომი რას იზავსო და ჩვენ ახლა უკან დგომები აი რას შვებით, რას ვაკეთებთ, როგორ ვიქცევით. იმათ სისხლზე გადავივიდით და ჭოროხი რო წითელი მოდიოდა და ხოცელი გაჭარლები წითელი რო მოდიოდა ჭოროხი იმათ სისხლზე გადავივიდით და წერს გავახარებთ. ან აკეთ 100,000 მოწამე რის გამო დაიხოცა. ან იქით ერეკლემ დავითმა ვახტანგმა ფარნავაზმა გორგასალმა რის გამო იბრძოდა. რის გამო ვიყავით ფარნავაზიანელები, გორგასლიანელები, ბაგრატიონები, რომ ამდენი ხალხი იმიტომ შეეწირა ამ სამშობლოს, რომ დღეს და ყველა ვინ ჩვენ გარშემო ტრიალებს და ვინ ჩვენ გარშემო არის, გამოიშვიროს ხელი, რომ ქართველს ქართველი იძულს, ქართველი ქართველს აგინებს, ქართველი ქართველს აფურთხებს. მეზობლობა დაკარგეს პოლიტიკის გამო, ნათლი მირონები ერთმანეთს აგინებენ, მეჯვარეები ერთმანეთს აგინებენ, ბავშვობიდან გაზრდილი ძმები შეიძლება აყვნენ დაიზარდნენ ერთად, ატანა არა აქვთ. დადგებიან ნაციონალები და თბილისში აქციაზე ნაცების დედა. დადგებიან ოცნების წარმომადგენლები ქოცების დედა. როდემდე უნდა იყოს ეს საქართველო? აი ადამიანურად ვკითხულობ და მე მესამე მხარე, ჩემი მხარეც აიღეთ. მე ამ ყველაფერს უყურებ და გული მткиვა რომ ქართველი ქართველს აგინებს და პლუს ამას ემატება. მე არა ვარ არც ერთი მხარე და არ ყოფილი ვარ არასდროს და ამ ორი მხარის დატაკებას ეწირება ჩემი წინაპრის სისხლით მოტანილი საქართველო. და ამ საქართველოში კიდე მრავლდება უყურებ ყოველდღიურად ურჯულო. აი შეგნების დონეზე, გაგების დონეზე, როდის უნდა მივიდეთ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთში დავილაპარაკოთ და დავალაგოთ, რომ ჯერ უპირატესობა რაც თუ კი აი სხვანაირად არავინ არ მიიღოს, არასოდეს არავის დავცინი ცხოვრებაში, მაგრამ თუ გინდა ქუჩაში დავარდნილი, გაბონჟებული ადამიანი იყოს. აი ის მიყვარს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ის არის ჩემი სამშობლოს შვილი და ის არის ჩემი ქართველი. და მე ის ვიღაცა მოსული სხვა ჩინელია, ავღანელია, პაკისტანელია, არაბია, თურქია, უკრაინელია, რუსია, შავია, აფრიკელია, მნიშვნელობა არა, პაკისტანელია. ხო ხედავთ რა ვითარებაში, რა მდგომარეობაში ვიმყოფებით. გადახედეთ უბრალოდ მონაცემები ჩაწერეთ, რა მოუვიდა ამხელა ლიონს, ამხელა მარსელს, ამხელა პარიზს, ჩაყლაპეს. ურჯულოებმა ჩაყლაპეს, პირდაპირ გეუბნები ჩაყლაპეს. მე არ მინდა რომ ეს ყველაფერი ჩემ საქართველოში მოხდეს. ორმაგად იმიტომ მткиვა გული რომ ზუსტად ვიცი რა მოხდება. უბნები არიან რომ უკვე ფრანგებს თავმანთ უბნებში აღარ უშვებენ. და მე მერწმუნეთ რომ რაც საქართველოს პოლიცია 10,000 კაცი 15,000 კაცი, მაგ ხელა მარტო ერთ უბანში ყო პოლიცია საფრანგეთს. მაგრამ სპეცნაზი კიდე, მაგრამ სოფლიოში საუკეთესო ჯარი ყავს, საუკეთესო სპეცნაზი ყავს, ლეგიონი. ვერაფერს ვერ უშვებიან ამ ბარიგობას და ამ წამალს და ამ გაუბედურებულ უბნებს ვერაფერს ვერ შველია. უკვე რაც აკავა რამდენი სროლა და რამდენი მკვდარია, რამდენი გარდაცვლილია, პოლიცია შევა თეთრ ხსნიან. აი ეს საქართველო გვექნება და მე ყოველ ქართველს ეთქინება გული იმაზე რომ ჩვენი მამაპაპის ნასისხლარს ესენი მალე ახლა დაიწყებენ და უკვე დაწყებულიც არის მე ვატყობი იმ დღეს ვაშლი ჯვარში თუ რაღაც სროლებიც იყო უკვე დაწყებულიც არის ორხევში გონი სროლები იყო უკვე ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს ახლა რა ხდება და რა ვითარება არის უცხოურ ჩამოსულ ბარიგებიდან და რა ხდება ამ უბნებში ესენი უბნებს თბილისის საუკეთესო უბნებს იმიტომ რომ ყველგან ეგრე ხდება დაიკავებენ საუკეთესო უბნებს ამ უბნებზე დაიწყება ამათი წამლის გაყიდვა, ამათი ფულის შოვნა და შემდეგ თუ მოვა სხვა მაფია, თუ მოვა მე სხვა მაფია და ამ უბანში მოინდომებს წამლის გაყიდვას, ჩვენს მიწაზე, ქართულ მიწაზე, აი ამ უბანში მოუწევს ძალიან დიდი ფულის გადახდა მეორე მაფიაზე, რომ იქ დააყენოს და წამალი გააყედინოს. ჩვენი ქართული მიწით ივაჭრებენ ჩამოსული ბარიგები და ჩამოსული ურჯულოები, არაბები და მაროკოელები და პაკისტანელები და ავღანელები. აი ეს მოხდება საქართველოში. ამას ვერაფერი ვერ უქნა ამხელა გერმანიამ 84 მილიონმა გერმანიამ და 67 მილიონმა საფრანგეთმა. ჩვენ ვართ გერმანიის ერთი უბანი, საფრანგეთის, პარიზის, საფრანგეთს არ ვიტყვი, პარიზის ერთი უბანი და ლონდონის ერთი უბანი. 3 მილიონი ერი ვართ. ჩვენ ისე გადაგვივლია რომ გავნადგურდებით, ხელი მოვკიდოთ რაღაცაზე ჩამოვყალიბდეთ. ვხედავთ რომ სწორედ იმიტომ იდის ეს ოპოზიცია პოზიციის დაჭმა, ვითომ იმიტომ იდის რომ ამერიკულ რუსულ საქმეს ემსახურებიან 2x2 არის 4.
და თუნდაც ევროპოს მნიშვნელობა არა, რაც ქართულ ტრადიციებს, მამაპაპის სიზღ და ძვალს და იმ ფუნდამენტს ჩამოანგრევს, რომელ ფუნდამენტებს ქართველიერი ამდენი საუკუნე დგას, მნიშვნელობა არა აქვს ის, ვინ რომელი ქვეყანა იქნება ჩემთვის. ის არის ყველა ქართველი ხალხისა და ქართველი ერის მტერი. შვეიცარია ვართ პატარა. გადახედეთ შვეიცარიაში ჩაწერეთ ყველაფერი გვაქვს. ზუსტად ჩვენ ხელა ქვეყანა იყო შვეიცარია, როდესაც ადოლფ ჰიტლერმა შვეიცარიის აღება ბრძანა. 4 მილიონი ნახევარი იყო მაშინ შვეიცარია. იტალია ყველაფერი აღებული ქონდა და მაშინ გენერალმა მოუთხეს, რომ ჩრდილოეთ იტალიიდან აიღებდნენ შვეიცარიას და დაარქვეს ოპერაცია ტალენბაუმი. ჩვენ ხელა ქვეყანა, აი შვეიცარია, ჩვენ ხელა ქვეყანა. ხო უაზისია დღეს შვეიცარია და სოფლიოში საუკეთესო ქვეყანა. და ისე ჩახერგეს შვეიცარია და იმ ხელა ჯარი დაუყენეს, რომ დაუჯდნენ გენერლები ჰიტლერს და რომ დაილაპარაკეს, რომ რაც მთელი ევროპა ავიღეთო, მაგდენი იარაღი და მაგდენი თანხები დაჭირდება შვეიცარიის აღებასო, ოპერაცია ტანენბაუმი გააუქმა ჰიტლერმა და საერთოდ გაიკარა შვეიცარიას. ჩვენ რა მოგვივიდა ქართველებს? აი რას ვერ ვიყოფთ? აი ვეკითხები ნებისმიერ ქართველს, რას ვერ ვიყოფთ? ჩვენ ვერ ვიყოფთ, ხო? უცხოელები იყოფენ, ძმაო. ჩვენ მიტაცყავს ხეთქეს უცხოელები ყიდულობენ ჩვენი მამაპაპის სისხლით მოტანილს. ჩვენს ბიზნესებში, ჩვენ სამშობლოში, სასტუმროებში, ბარებში, რესტორნებში ეგენიჯდებიან. ქართველი ვინ არის? ქართველი არის დამლაგებელი ჭურჭლის მრეცხავი. რა გინდათ, ძმაო, იქამდე მივიდეთ, რომ შეგენების დონეზე ვიზახი, რომ ერთმანეთი დავამონოთ? იქამდე მივიყვანოთ ერთმანეთი, იქამდე ვდიოთ და იქამდე ვიკვბინოთ, რომ სანამ ქართველს არ დავინახავთ, რომ არაფს ტუალეტს ულაგებს, არაფს სახს ულაგებს, არაფს კუხნას ურეცხავს. ნამშრომლობა აქვს ავღანელს, პაკისტანელს, სირიელს, თურქს, უკრაინელს, რუსს, ჩვენ სამშობლოში ჩვენივე ხალხი დავამონოთ და ეს იქნება კაცური, ვაჟკაცური, რო გამოდიან ჯერ ერთი ნაციების წარმომადგენლები, აქეთ ხოცების წარმომადგენლები, რო გამოდიან პარტიულად და ეს არ არის კაცური და ეს არის ვაჟკაცური, ის არის ვაჟკაცური, რომ ქართველი ურჯულოს მონა იყვე და ტუალეტები უხეხოს და საჭმელი უკეთოს და კუხნაში იტრიალოს და სახლი ულაგოს და ბოდიში და იმის მოხუცეს პამპერსი უთვალოს, ჩასვლელი პამპერსი, ეს არის ქართველობა? და ეს არის ის ერთმანეთის სიყვარული, რითიც ამდენი საუკუნე მოვედით. გონს მოვერგოთ ხალხო, გონს მოვერგოთ. თორე სამშობლოს კი არ დავკარგავთ მარტო სამშობლოს არ დავკარგავთ. იმ დიდ წმინდანების ხატებს და ეკლესიებს დავკარგავთ, რომელიც ამდენი საუკუნე მოვიდა, თუ ვინმეს არ აღჯერათ გადახედეთ. ყდარს არ სამარხავენ ზოგი ევროპაში. და თუ დამარხავენ და თუ ვიღაცა ყოველწლიურად ფულის გადამხდელი არ აყავს, ამოთხრიან ყდარს დაწვავენ და იმის მაგდროს სხვას დამარხავენ. შეიძლება ღმერთმა დაიფაროს თუ ეს ყველაფერი მოძლიერდა და ამათი პროპაგანდა წამოვიდა და ეს ურჯულოები მოგვედნენ, შეიძლება ქართველს დასამარხი მიწა აღარ აქონდეს. საკუთარ სამშობლოში. ცოტა გაიაზრეთ, მე მივმართავ 66,000 მასწავლებელს, 15,000 პოლიციელს. და იქ აღარ მინდა კიდე დავასახელო სტრუქტურებიდან ვინ რამდენია. ყველას მივმართავ მე ექიმებს, რომ მარტო ის არ არის, რომ 2,000 ლარი და 3,000 ლარი ხელფასი გქონდეთ. მე არც ჩემს არც ერთ მასწავლებელს არ უსწავლებია, რომ გიორგი სამშობლო გაყიდე ფულის გამო. და არც ერთ ინსტრუქტორს და არც ერთ სერჟანტს და არც ერთ ოფიცერს არ უთქვია, რომ სამშობლო გაყიდე რამის გამო. სამშობლოს მიწა არის შეუფასებელი და ჩვენი წინაპრების სისხლი და ძვალი არის და ის ჯვარი ქართული არის შეუფასებელი. ამიტომ გონს მოვიდეთ ხალხო. გონს მოვიდეთ და ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ ყველანაირად, თორე ხვალდაზექ რომ რაცაც ჩვენ ვიწამებთ, აი ხო ეს ურჯულო ურდო გაძლიერდება, ჩვენი შვილები და შვილიშვილები ჩვენზე მეტად იწამებენ და შემირცხვენია ყველა ის ქართველი კაცი და ის იყოს ლაჩარი, ვინც თავის საომარი, თავის გასაკეთებელი, თავი არიდოს, თავარია რომ ახლა ამ ქვეყნიდან ჩუმად გაიპაროს და თავის საომარიდან ასისხლარი თავის შვილს და შვილიშვილს დაუტოვოს. ჩემ თვალში ყველა ეგეთი ქართველი კაცი არის ლაჩარი. ყველა ვინც გინა იყოს. მე ჩემ შვილებს, ჩემ საომარს არ დაუტოვებ და არ ჩვენ ბიჭებთან არ მივალ თავდახრელი. არ ჩვენ ბიჭებთან და ჩვენ იმ გმირებთან არ მივალ თავდახრელი, რომ იქ რაღაც სიცოცხლე დამენანა მე და არ გავაკეთე და ამიტომ ბოდიშს ვიხდი, რომ ჩემი გასაკეთებელი ვერ გავაკეთე. სანამ ყოველი ქართველი არ მიხვდებით, რომ ერთმანეთში ერთ მუჭად შეკვრა და ქართველს მთელი გულით უნდა უყვარდეს ქართველი, არაფერი არ გვეშველება. ქართველს სანამ არ ეყვარება მთელი გულით ქართველი. საერთოდ ჩვენ საომარი არ აქვს. აი ოდნავ ვალიზე თავს რო დადებთ, დაფიქრდით ხალხო, რომ საომარი ჩვენ ერთმანეთთან არაფერი არ აქვს. ერთმანეთის სიყვარულისა, პატივისცემისა, დაფასებისა, ჩადი რომელ კუთხეშიც გინდა, სუფრაკაშალე, რომელიც უფრას გინდა, ჭირი ღმერთმა გვაშოროს, ბედნიერების უფრა ვიყოთ, ქორწილი, დაჯდები 400-500 კაცი მოვა. ყველა ერთმანეთის ნაცნობია, ნათლემი რონია, რომელ კუთხეშიც გინდა ჩავიდეთ. შანსი არ არის თანათი საუბარნახო, იმ ხელა პატარა ქვეყანა ვართ. ერთმანეთი იმ დონეზე უნდა გვიყვარდეს და იმ დონეზე უნდა ვაფასებდეთ. და რა გვჭირს?
როგორ გადავავლენეთ თავზე თურქს, არაბს, აზერბაიჯანელს, სომეხს, აქეთ მოყოლებული ავღანელს, სირიელს, პაკისტანელს, ბანგლადეშელს, აფრიკელს, უკრაინელს, რუსს, ჩინელს, ინდოელს როგორ გადავავლენეთ აქამდე როგორ დავეცით. გადახედეთ 20 წლის წინ, 30 წლის წინ რა ხდებოდა, ეხლა გადახედეთ სადავართ. ეხლა გადახედეთ სადავართ. ესე იგი ჩვენი ცხოვრება ყველანაირად უკან მიდის. აღარაფერს აღარ ვიძახი შობადობაზე, შობადობა რომელიც რო იტყვიან აი გენოციდის დონეზეა დასმული. თუ გარდაიცვალება 40,000 ადამიანი, იბადება 30,000. წვდებით ხალხო გენოციდი მიდის. შეხედეთ ნებისმიერ სტრუქტურაში, შეხედეთ რა ხდება. შეხედეთ ნებისმიერ სტრუქტურაში. მასწავლებლებმა მე არავის შეურაცხყოფას არ ვაკ, კარგად იცით რომ მან კლასებში დაბოლილი ბავშვები გიზით. დაბოლილი ბავშვები გიზით. კაიფში გიზით ბავშვები. ბავშვები ჩამოდიან და ესე იგი სკოლაში საერთოდ არ დადიან, ზოგი 3-4 ჯერ მოდით სკოლაში. ამას რატო არ აკითხულობთ მასწავლებლები, რომ სკოლაში არ ცხადდებიან ბავშვები და სწავლა არ მიდის და განვითარება არ მიდის. რაც ხდება დღეს საქართველოში სწორედ განუვითარებლობის და უსწავლელობის ბრალია ბევრი რამე. უსწავლელობა მქნა ბევრი რამე, რომ რაც არ იციან, იმაში ძალიან ადვილია დასამორჩილებელია ადამიანი. და როგორ შეიძლება რომ მოზარდი წელიწადში 3 ჯერ მიდიოდეს სკოლაში და არ მიდიოდეს და მასწავლებელი ამას არ კითხულობდეს. ან თუ კითხულობს რატო არ დადის? რატო არ არის ის სტრუქტურა შექმნილი რომ ბავშვი მიიყვანოს სკოლამდე? როგორ შეიძლება წელიწადში 3 ჯერ მივიდეს ბავშვი? რას აკეთებენ? რა ხდება სამედიცინო სფეროში? აღარ მინდა ლაპარაკი რამდენი გარდაცვლილია. რამდენი არასწორი მკურნალობის დანიშნულებაა გაცემული. რამდენი არასწორი ოპერაციაა გაკეთებული. მაგრამ ისე მფარველები, ისევ ზევით ხალხი. რას შვებით ამით? ერთმანეთს ვანადგურებთ. პოლიციას უხარია, აი პოლიციაში აი რო ვიყო, აი ღმერთო ჯვარი მწერია რომ მე ამნაირად მოვიქცე, მაგრამ პოლიციაში რო ვიყო და ქართველი რო ქართველს ურტყავს, ეგ გიხარია და ქართველი რო ქართველს იჭერს. აი ეგ მე როგორც ერთი უბრალო ქრეხი ადამიანი ეგეთი ლუკმა არ შემერგებოდა და არც ეგეთ ლუკმას არ მივიტანდი არასოდეს ოჯახში. ავიღოთ თუნდაც საჯარო სამსახური. მტერი მოსულია ძმაო, გაიყიდა. თუ გაიყიდა თქვენ იცით ჩემი ძმები ხართ. ამდენი წელები ერთად ვიყავი და კიდე ერთად ვიქნებით სიკვდილამდე. თუ გაიყიდა ძმაო, აი ადამიანურ კითხვას ვთვალ. არავის არ ვაბმუნტებ, უბრალოდ ლოგიკურად იაზრონებ. თუ გაიყიდა მამაპაპის ნასისხლარი, წანისი, თუ გაიყიდა რუსთავის მიწები, თუ გაიყიდა გონიო და თუ აქ არაბული ქალაქები იყო. აბაუმი გინდა კი არა ძმაო, რაღაც გვინდა მაშინ რომელიმე სტრუქტურა რაღაც გვინდა, აი ადამიანურად კითხულობ. რაღაც გვინდა. გავჩვენდეთ მაშინ ყველანი, იმიტომ რომ ხელფასი გვაქვს კარგი, ოჯახში ორი კაბიკი მივიტანოთ, რო შვილებს ვაჭამოთ, 2-3 დღე გვეყოფა ის ხელფასი, რომელი სტრუქტურაც გინდა იყოს, ყველა ვალში იხჭობა, ბანკებმა ამოხადეს სული და გავჩვენდეთ ყველა და ამ გაკიდული მიწებიდან, მამაპაპის ნასისხლარი მიწებიდან, რო გაკიდიან 6 მილიარდად, მე იქიდან დაგირიცხავენ ფულს, ხელფასს დაგირიცხავენ იქიდან სტრუქტურებს, მასწავლებლებს, ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, იქიდან დაგირიცხავენ ხელფასს, გაკიდული მიწიდან დარიცხავენ 2 მილიონს, 6 მილიარდიდან 2 მილიარდს დაგირიცხავენ განაწილებენ ხელფასებში, ის მიწა დაკარგულია უკვე, წანისის მიწა 4 მილიარდს გაიქანებენ ჯიბეში. შემდეგ გაკიდიან გონიოს, იქიდან დაგირიცხავენ და ესე ჭამო ჩვენი სამშობლო, ჩვენ თვითონ გავაკიდინოთ, მივცეთ უფლება ყველაფერსა, გაიყიდოს სამშობლოს მიწები, ვართ კაი ხელფასზე ვზივართ. მასწავლებლებს კაი ხელფასი აქვს თითქმის, პოლიციას კაი ხელფასი აქვს, ჯარს კაი ხელფასი აქვს, ექიმებს კაი ხელფასი აქვს, საიდან აქვს? საქართველოს გაკიდული მიწებიდან აქვს. საქართველოს გაკიდული ტყეებიდან აქვს, რომელიც ჩინელებს აჭახინეს. საქართველოს გაკიდული მიწებიდან აქვს, რაც არაბული ქალაქები უნდა აშენდეს. და ესე ჭამოთ წინაპრის სისხლი და ძვალი და ვიძახოთ რა კაი ხელფასი გვაქვს. გენაცვალეთ გულში მე ვინც გაიაზრებს საუბარს, მე ვიცი ახლა ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ უბრალოდ ვერ ვატევ პატარა ვიდეოში ჩემ საუბარს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალდაზე უფრო და უფრო მეტი ვიქნებით და მე არასოდეს არავის არ მოუწოდებ ბოროტებისგან ცხოვრებაში, ვინც მიცნობს იცის. და ყველა სიბოროტეს ერთი დაიმახსოვრეთ, ამარცხებს სიკეთე და უფალი. და უფლით მოსულ ადამიანებს ძალიან დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ძალიან ბევრი ვიქნებით, უფლით მოსული ადამიანები, რომლებიც მოვლენ, არა გაბოროტებით, რომ გადავაგდოთ, ვეცროლოთ, ეს გავუკეთოთ ცუდი, უფლით მოსულ ადამიანებს თქვენ წინ ვეღარ აღუდგებით. და იყოს ნება უფლისა. დაგლოცოთ ყოველი ქართველი უფალმა მიყვარხართ გულში და მე მჯერავს, რომ ის რაღაც მოაზროვნე ქართველები, რომლებიც კიდე რაღაც აზროვნებენ ამდენი გაჭირვებიდან გამომდინარე, ამდენი პრობლემებიდან გამომდინარე, ამდენი ურჯულო შემოსევიდან, მე ვიცი საშინელი მდგომარეობა მანდ.
მე ვხედავ თბილისში ვიდეოებს, რომ ქართველზე მეტი უკვე კაბიანი არაბები დადიან. მე ვხედავ მაგას. მაგრამ ერთი იცოდეთ, რომ ჩვენ გულიანი ქართველები ყველა ვართ თქვენ გვერდზე და არ გვავიწყდება სამშობლო არც ერთი წამით. და რა თქმა უნდა, დაიწყება თუ არა ის შეკრებები, რომ დადგეს ხალხი წანიზე, უნდა გაერთიანდეს ის ხალხის ძირითადი საღი აზრი, რომ ქართული მიწები არ გაიყიდოს და სამშობლო იყოს ხელშეუხებელი იმ წინაპრის სისხლის წინაშე, რომელიც აქამდე ამდენი საუკუნე მოვიდა, ყველა ღირსეული ქართველი დადგება იქ, სადაც დასადგომი არის. და წანისის ველი აივსება ქართველი ხალხით. ხო არა ჯერა ბევრს. მე ვიძახი, რომ წანისის ველი, ერეკლეს ნაბრძოლი ველი აივსება ქართველი ხალხით. თორე აგერ მე ერთი უბრალო გლეხი კაცი და თქვენ მილიონერები და მილიარდელები თავადები. კი ბატონო, კისერი ჩემი ხმალი თქვენი. დააგლოცოთ უფალმა. მიყვარხარ ყველა გულიანი ქართველი გულში და იყოს ნება უფლისა.